სანამ ბრძოლის განხილვაზე გადავალთ, უნდა გკითხო. ქურთუკი გაცვია და როგორც ჩანს შონის თოჯინაც თან გაქვს. მაინტერესებს რამ შთაგაგონა ამ სამოსით გამოსვლა. ეს პატარა ხუმრობაა. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლისთვის მე სერიოზულად ვარ განწყობილი. ყველამ ვიცით, შონი ძალიან კარგი მებრძოლია. ძლიერად ურტყამს, გამოცდილი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ის ახლა გეგმას შეცვლის და ბრძოლის დაფინიშებაზე იფიქრებს. კარგი ბრძოლა იქნება. უმარის დამარცხების შემდეგ ნათელი იყო, რომ სუპერსუბუქი წონის დივიზიონიდან ნებისმიერი მოწინააღმდეგის შერჩევა შეგეძლო. ფიქრობ, ბევრს გაუკვირდა, როცა ომალისთან ხელახალი ბრძოლა ჩაინიშნა. რატომ გადაწყვიტა შონ ომალისთან ისევ ბრძოლა? როგორც შონმა თქვა, მაშინ ტრამვირებული იყო. ასე რომ ვნახოთ. ახლა ამბობს, რომ 70%-ით უკეთესი იქნება. მაინტერესებს მართალია თუ არა. ამ ბრძოლას მარტივ გამოწვევად არ მივიჩნევ. ის მაგრად ირტყმევინება, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რეალურად როგორი იყო შიგნით ბრძოლის გემო. მზად ვიყავი, კარგი ტაქტიკა მქონდა, რაც ძალიან კარგად მუშაობდა. ახლა ის რაღაცეებს შეცვლის. განსხვავებული ტაქტიკა ექნება. ვიცით, რომ ძლიერად ირტყმევინება ხალხს თიშავს. თავდაუზოგავი შრომა უნდა გავაგრძელო. იგივე ტიპთან ბრძოლა მეორეჯერ რთულია, გესმის? ჩემს პროფესიონალურ კარიერაში პირველი რემატჩია, ამიტომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მძიმე შრომას გავაგრძელებ. ყველა ვნახავთ, რომ აუცილებლად კარგი ბრძოლა შედგება. ორივე ერთმანეთის გათიშვაზე ვიფიქრებთ. მადლობა ყველას. და შეკითხვა შონს, შენ განაცხადე, რომ პირველი ბრძოლის დროს გარკვეული ტრამვები გქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის შემდეგ. ვფიქრობ, გულშემატკივრები ელოდნენ, რომ შესვენებას აიღებდი და წლის მეოთხე კვარტალში დავბრუნდებოდი. ფიზიკურად თავს როგორ გზნობ ამ ცხოვრებისეული ცვლილების ფონზე? ძალიან კარგად. შენი წინა რემატჩი ჩიტო ვერესთან. რამდენიმე წელი დაგჭირდა თავიდან დასამტკიცებლად, რომ წინა მარცხი უბრალოდ უიღბლობა იყო. შემდეგ შენ ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდგენა აქვს მაიამიში გამართი. ამიტომ მაინტერესებს, როგორ უდგები მერაბთან რემატჩს და რა შეცვალა შენს გეგმაში. მადლობელი ვარ UFC-ს, რომ ასე მალე მომცეს რევანშის შანსი. რაც გინდათ ის დაარქვით. საბაბი თავის გამართლება მერაბთან ერთი ფეხით ვიბრძოლე, რადგან 10 კვირით ადრე თეძო დავიზიანე. ეგ იყო და ეგ. და ჩემი ბოლო კითხვა დენასთვისაა. დენა აქეთ. როგორც თქვი, სუპერსუბუქი წონის დივიზიონიდან მერაბს ნებისმიერი კონტენდერი შეეძლო აერჩია. მაინტერესებს, რატომ ფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა უნდა შემდგარიყო? ეს ის დაპირისპირებაა, რომლის ნახვაც ხალხს უნდოდა. ამ 6 ბიჭის გამოკლებით აქეთ მხარეს. შენ პოდკასტში თქვი, რომ ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა. ამის შემდეგ მერაბმა თქვა, რომ მან გულშემატკივრები და ქამარი წაგერთვა და რომ თავმდაბალი გაგხადა. მართალია ეს? თუ ფიქრობ, რომ პირველი ბრძოლის შედეგის მიუხედავად შენ ცხოვრებაში ცვლილებები მაინც მოხდებოდა? არ ვიცი. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, რემატჩს მოუთმელად ველი. იცით, მე ჩემ შესაძლებლობებში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ვიცი, რომ მერაბს დავამარცხებ. შეკითხვა შონს, შენ მონტანას შტატს წარმოადგენ. შენ ხალხს ძალიან უყვარხარ. რამდენად განსაკუთრებულია შენთვის, რომ კვლავ გეძლევა მონტანას შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე წარდგენა? ხო, ეს დაპირისპირება ალჯოსთან ბრძოლას მახსენებს, სადაც ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. გავედი და მე ის უბრალოდ გავთიშე. ფიქრობ, ეს ბრძოლაც ასე დასრულდება. და შეკითხვა მერაბს. ბოლო პრესკონფერენციაზე ჯაკუზე ცოტა ვიხუმრეთ. შონ ომალისთან ერთად ჯაკუზში იყავი. გითხარი როგორი იყო? ჯაკუზში შონ ომალისთან კარგი დრო გავატარე. იმედია ისევ გავიმარჯვებ და კიდევ უფრო კარგ დროს გავატარებ ჯაკუზში. კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. უმარს არ ვეპატიჟები ჩემთან ჯაკუზში. შონ, ზოგი ამბობს, რომ შენ გაქვს ეგრეთ წოდებული დანა ვაითის პრივილეგია და რომ შენ სწრაფად და დაუმსახურებლად მიიღე რემატჩი. რას ფიქრობ ამაზე? მადლობა დანა. შონ, ერთი წლის წინ იგივე არენაზე იყავი ომში, ჩიტო ვერას წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვე. საოცარი ბრძოლა იყო. მაიამიში ყველას უყვარხარ. ფიქრობ, რომ ცოტა ნაადრევად დაბრუნდი შემდეგი ბრძოლისთვის. იმ ბრძოლას ომს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ არ მგონია, რომ ნაადრევად დავბრუნდე.
ფიქრობ, როცა ნიუ-იორკში იქნები, ნიუ-ჯერსელები ისევე დაგიჭერენ მხარს, როგორც მაიამელებმა ქნესეს. არ ვიცი, წრეზე ვბრუნდებით. ნიუ-იორკია, სადაც ჰენრისა და ალჯოს ბრძოლას ვუყურე და გამარჯვებული მე შემხვდა. მერაბ ჩემი ქურთუკი გადავეცი და ასე წრეზე დავბრუნდით. მერაბ ამჯერად შონდომალისთვის მზადება ცოტა უფრო მშვიდია რა. მოგწონს ეს თუ გირჩევნია ცოტა მეტი ცეცხლი იყოს ბრძოლის წინ. გეთანხმები განსხვავებული განცდაა, რადგან წინა ბრძოლისას ის უპატივცემულო იყო ჩემს მიმართ. ცუდად საუბრობდა ჩემზე, მე კიდე მოვუთხარი რომ ჭკუას ვასწავლიდი და ასეც მოვიკეცი. ჯერა ის ძალიან თავმდაბალია და თავაზიანია ახლა. ძნელია ჩემთვის სერიოზულად მივუდგე, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პროფესიონალურობა შევინარჩუნო. და როგორც ვთქვი, ის რაღაცეებს შეცვლის. და განსხვავებული ბრძოლა იქნება. ვიცი რომ ჩემი გდებების შეჩერება შეეცდება. საინტერესო ბრძოლა იქნება და მოუთმენლად ველი შეხვედრას. თავდაუზოგავად შრომას ვაგრძელებ. შეკითხვა მერაბს. ცოტა ხნის წინ თქვი რომ გინდა ქვემ სუბუქწონაში გადასვლა, მაგრამ არ გინდა ვოლკანოვსკისთან ბრძოლა, რადგან ის ძალიან გიყვარს და რომ ძალიან კარგი მებრძოლია. თუ დიეგო ლოპესი ამ შაბათ კვირას გაიმარჯვებს, ქვემ სუბუქწონაში გადასვლაზე იფიქრებ? ცოტა ცუდ მდგომარეობაში მაგდებ მეგობარო. ნახოთ, ჯერ შონომალისნაირი ტოპ მებრძოლები უნდა დავამარცხო. როგორც უკვე ვთქვი, მას განსხვავებული ტაქტიკა ექნება, ამიტომ უნდა მოვიგო. დიახ, დიეგო ლოპესი მომწონს, მაგრამ მასაც დიდი სიამოვნებით ვეჭყობებოდი. თუმცა ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაში ვფიქრობ ვოლკანოვსკი მოუგებს. კიდევ ერთი მერაბ. თქვენს ბოლო ბრძოლაში შენ მას რამდენიმე კოცნა აჩუქე. ხუმრობით რა თქმა უნდა. ასევე მზად ხარ იმისთვის, რომ ტიმ უელჩი კუთხიდან ისევ შენ სახელს დაიძახებს. მზად ხარ მისი ბინძური ხრიკებისთვის. დიახ, ამჯერად მას უბრალოდ ყურადღებას აღარ მივაქცევ. ნახოთ. შეიძლება მეტი კოცნა იყოს საჭირო, ან საერთოდ უკანალზე შემოვარტყა. მაგრამ არა, ახლა ამ პარტავნობამ გამომდის. მერწმუნეთ, ძალიან კარგი ჭუბი იქნება მეგობარო. აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. უნდა მოვიგო. როგორც ჩონომალი თქვა 70% უკეთესი იქნება. და მან ბევრ ამაზე თქვა უარი და ვნახოთ როგორ დაეხმარება ეს მას. ნახავთ. შეკითხვა შონს. შონ მერაბს UFC-ში საუკეთესო კარდიო აქვს. აპირებ თუ არა რაიმე განსაკუთრებულს შენი კარდიოს გასაუმჯობესებლად, რათა მერაბს 5 რაუნდის განმავლობაში გაუძლო. მას ნამდვილად შესანიშნავი კარდიო აქვს, მაგრამ წინა ბრძოლაში ბოლო 3-დან 2 რაუნდი მე მოვიგე. თუმცა ჯებს დავუჯერებთ, რა თქმა უნდა. კარგი კარდიო აქვს, თავდაუზოგავად ვშრომობ, გასვლას და ჭუბს მოუთმენლად ველი.